უკვე მეორეჯერ დავიკელი 45 კილოგრამი, ამიტომ ამაზე როგორც ფსიქიატრმაც შემიძლია გაქცე პასუხი და როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელსაც ძალიან ბევრი კილოგრამი აქვს დაკლებული. როგორ ვებრძოლო მუდმივ შფოთვას და შიშს გასუქებისადმი? აქ ჩვენ შეიძლება წავაწყდეთ ორ ძალიან განსხვავებულ მდგომარეობას. პირველი არის ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ჭარბწონიანი არ ყოფილა და იშინია გასუქების და მეორე არის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ჭარბიწონა, დაიკლო და ეს შფოთვა და განგაშის შეგრძნება, რომ შეიძლება ისევ გასუქდეს, ისევ მასთან არის. პირველ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური შიში, მეორეს შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად ნორმალური. მე საკუთარ თავთან ესეთ გარიგებაზე ვარ წასული, რომ აღარ ვაქცევ ყურადღებას იმ ხალხს, ვინც ჭამს და არ სუქდება, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა და რა ვქნათ, ვერ მოვხდით იმ რიგებში. და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გავაცნობიერე, როგორც კი ჩემი კვების შეკოწიწებულ, შემუშავებულ კულტურას ვუღალატებ, ეგრევე წავალ იმ მდგომარეობაში, რომელიც ეხლა არ მინდა. ძილი უნდა იყოს აუცილებლად მოწესრიგებული იმისთვის, რომ ის შემაკავებელი მექანიზმები დღის განმავლობაში ადეკვატურად მუშაობდეს და დავიცვათ მინიმალური წესრიგი სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის. მე პირადად ამისთვის თებში ჯამი და ჭიქა, სამივე მათგანი მაქვს ლურჯი, იმიტომ რომ ეს არის საკვებთან ყველაზე ნაკლებად ასოცირებადი ფერი და მადაზე ძალიან დადებითად მოქმედებს დაქვეითების თვალსაზრისით. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ გადაყლაპული ლუკმა კუჭის გარდა ტვინშიც უნდა მიდიოდეს, ამის გამო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჭამის დროს ფილმების, სერიალების, ვიდეოების ყურება. კიდევ არის რამდენიმე პატარ-პატარა ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელსაც ვიყენებ სწორი კვებითი კულტურის შესანარჩუნებლად, მაგრამ ამ ვიდეოში აღარ ეტევა გამომყევით და არ გამოგჩეთ მეორე ნაწილი, რომელსაც ეხლავე ჩავწერ, მაგრამ რა თქმა უნდა დღესვე არ დავდებ, იმიტომ რომ მეც ბოროტი ადამიანი ვარ.